ფერმაში წარმოებულ ყველა კვერცხს აუცილებლად აწერია ვადა. ეგრეთ წოდებული სოფლის კვერცხის შემთხვევაში კი არსებობს ახალი პროდუქტის ამოცნობის წესები. სოფლის კვერცხის არჩევის შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ მის ზედაპირს. ის არ უნდა იყოს პრიალა, უნდა იყოს მქრქალი, ასე ვთქვათ, ხელის გადასმისას უნდა იგრძნობოდეს ხაოიანი ზედაპირი. ეს პირველი მანიშნებელია იმისა, რომ კვერცხი ახალია. გარდა ამისა, მას არ უნდა ქონდეს, რა თქმა უნდა, სიძველის სუნი. უვნებლობის წესების დაცვა მნიშვნელოვანია შეძენიდან გამოყენებამდეც. სახლში მიტანის შემდეგ უმჯობესია რომ კვერცხი თავისივე შეფუთვით მოვათავსოთ მაცივარში. თუ არის დაბინძურებული მისი ზედაპირი, უმჯობესია უბრალოდ გავწმინდოთ და არ გავრეცხოთ. მას ზედაპირზე აქვს მიკროსკოპული აპკი, რომელიც იცავს, ამიტომ კვერცხი შესაძლოა გავრეცხოთ წყლის დაბალი ნაკადის ქვეშ უშუალოდ მომზადების წინ. თუ ინახება 21 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე, მას შესაძლოა შევინახოთ 25 დღის განმავლობაში. თუმცა აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ კვერცხი მის სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს. ყველაზე მეტად დიდრებულია 7 დღემდე. რაც შეეხება საღდგომო კვერცხს, ვინაიდან ის დიდი ხნის მანძილზე იხარშება, მისი შენახვის ვადა შესაძლოა უფრო მეტად გაიზარდოს. საღდგომოდ კარგად მოხარშული კვერცხის შენახვა დასაშვებია არაუმეტეს ერთი კვირისა, თუმცა მნიშვნელოვანია არ იყოს დარღვეული ნაჭუჭის მთლიანობა და ის უნდა ინახებოდეს სამაცივრე პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში არის რისკი ინტოქსიკაციებისა.